როგორი იურისტები ეწოდებათ დღეს წარმატებული იურისტები. აი, ერთ-ერთი წარმატებული იურისტის მაგალითი და რას საუბრობს ის, მოდით მოვისმინოთ. სახელმწიფოში პრეზიდენტების დაჭერა ასე არ უნდა ხდებოდეს. მე მახსოვს ჩემი შეგრძნებები და ის რა ხდებოდა 2003 წლის რევოლუციის მერე. მე ძალიან კარგად მახსოვს რევოლუცია რატომ მოხდა, იმიტომ რომ უკვე გაძირგამომპალი იყო შევარდნაძის ხელისუფლება და საზოგადოების დაკვეთა შესაძლოა იყო, რომ შევარდნაძე დაეჭირათ და ციხეში გაეშვათ. მაგრამ ძალიან ღირსეული იყო ის, რომ გამოვიდა მაშინ ახალგაზრდა ლიდერი იყო მიხეილ სააკაშვილი და თქვა, რომ შევარდნაძის უშვებენ, ის იქნება სახლში და მან ციბერეთ გაატარა უკვე აპოლიტიკურად და ასე შემდეგ. ამით საქართველოს მხოლოდ მოიგო შურისძიება და ვენდეტა რო არ დაიწყო იმ წუთას ახალმა ხელისუფლებამ ამით მოიგო და დიახ, მოვისმინეთ ეს მონაკვეთი, მოდი ხა ფრაზა განვიხილოთ რა, რამდენიმე საინტერესო საყურადღებო ფრაზა არის აქ. ფრაზა ნომერი 1. სახელმწიფოში პრეზიდენტების დაჭერა ასე არ უნდა ხდებოდეს. ეს როგორც იცანით, თამარ კორძაია გახლავთ. როგორ უნდა ხდებოდეს პრეზიდენტების დაჭერა სახელმწიფოში, მაინტერესებს. აი ფრაზა პრეზიდენტების დაჭერა სახელმწიფოში ასე არ უნდა ხდებოდეს. როგორ უნდა ხდებოდეს? ეს ფრაზა არის ხალხო გამიზნული რაზე, იცით? აი რაღაც შთაბეჭდილების მოხდენა ადამიანებზე, რომ აი რაღაცა თქვა ახლა, რომ სახელმწიფოში პრეზიდენტების დაჭერა ასე არ უნდა ხდებოდეს და აი რაღაც თქვა, რა თქვა თვითონ არ იცის. საზოგადოების დაკვეთა შესაძლოა იყო, რომ შევარდნაძე დაეჭირათ და ციხეში გაეშვათ. მაგრამ ძალიან ღირსეული იყო ის, რომ გამოვიდა მაშინ ახალგაზრდა ლიდერი იყო მიხეილ სააკაშვილი და თქვა, რომ შევარდნაძის უშვებენ, ის იქნება სახლში. ქალბატონო თამარ იურისტო კორძაია ადამიანებს, მათ შორის პრეზიდენტებს იჭერენ კონკრეტული სისხლის სამართლის ბრალდებებით და არა საზოგადოების დაკვეთით. საზოგადოების დაკვეთით ადამიანის დასჯა არის ლინჩის წესი. როდესაც ადამიანებს ლინჩის წესით ასამართლებენ და იცით რაცა ლინჩის წესი, ხო გამოვარდება ხალხი ბრბო, რომელმაც წესერად არც ის ადამიანი დამნაშავე არ არის დამნაშავე, რაღაც ხმა გავარდა, რომ არიქა ეს ამ ადამიანმა ეს დააშავა და არიქა დავსაჯო, მე ან ქვებით ჩაქოლავენ, ან სარზე გაცვამე რაღაც. აი ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა. ქალბატონო იურისტო და აი ეს საზოგადოებრივი დაკვეთებით, რომ არ დაისაჯონ ადამიანები, ამისთვის შექმნა კაცობრიობამ კანონი, სამართალი, სასამართლო, პროკურატურა, ადვოკატურა და ასე შემდეგ. ანუ ბოდიში და ფრაზა რომ საზოგადოებრივი დაკვეთა იყო შევარდნაძის დაჭერა და მიშა სააკაშვილმა, კაი ბიჭმა მიშა სააკაშვილმა არ დაიჭირა, ეს არის სიდებილე პატივცემულო. მან ციბერეთ გაატარა უკვე აპოლიტიკურად და ასე შემდეგ. დიახ, ქალბატონ თამარ შევარდნაძე რო წავიდა სახლში, მას შემდეგ მას პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია, გარდა ერთისა, როცა მან თქვა, რომ სააკაშვილი საშიში ადამიანია და ციხეებში ჩაყრა ხალხის არ არის სწორი. მაჩია რომ ძალიან საშიში მოვლენა. თავისთავად ეს პიროვნება არის საშიში მოვლენა. ლაპარაკობს რომ ჩვენ დავალპობთ ამ ხელისუფლებას, დავალპობთ ციხეებში, გვარების ჩამოთვლით, პრეზიდენტით დაწყებული და მთავრებული რწმუნებულებით და სხვებით. ამით საქართველოს მხოლოდ მოიგო შურისძიება და ვენდეტა რო არ დაიწყო იმ წუთას ახალმა ხელისუფლებამ, ამით მოიგო და აი არ დაიწყო ახალგაზრდა ჰუმანურმა და კარგმა ლიდერმა მიშა სააკაშვილმა არ დაიწყო შურისძიება და ვენდეტაო და ეს იყო კარგიო. ანუ ქალბატონო იურისტო, შურისძიება და ვენდეტა არის მხოლოდ პრეზიდენტის დაჭერა? სულხან მოლაშვილი გაგიგიათ? მას რომ ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს და ისე ათრიეს ციხეში, აწამეს და საერთაშორისო სასამართლოებით რო არის გამართლებული სულხან მოლაშვილი, ეს შურისძიება ვენდეტა არისო? დავით მირცხულავა გაგიგიათ ციხეში რომ სამჯერ ინფარქტი დაემართა, კინაღა მოკვდა ადამიანი და ვერც ერთი ბრალდება ვერც იმას ვერ დაუმტკიცეს. ეს შურისძიება და ვენდეტა არისო? 2003 წელს და შემდეგ 4 წელს უკვე გაправებული, ასე ვთქვათ, ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით ხელისუფლება მიშა სააკაშვილის თამადობით
პირდაპირ ეთერში რო გადაცემდა ხალხის ადამიანების მათ შორის თანამდებობის პირების სახლებში შევარდნას, საძინებლებში შევარდნას და მათი შიშველი ოჯახის წევრების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას და მათ დაჭერას პირდაპირ ეთერში და იმის ბღავილს რომ ყველანი ციხეში და ყველას აი ესე დავიჭერთ ვინც რაღაცა ხო ეს ვენდეტა და შორისძება არის ხო ანგარიშწორება ეს არის ხო არ მაინტერესებს ხა ბიზნესი რო არა ვარ მე ყველა მიცის და ჯერ კიდე 2012 წლიდან არა ვარ აი შენ რო ეტენებოდი ბიზნეს ერთ ადგილში მაშინაც არ ვიყავი მე ბიზნესი მაგრამ აი ამაზე როგორ გიბრუნდება ენა აი ეს თქვა რომ 2004 წელს მოსულ ხელისუფლებას თურმე არ დაუწყია ვენდეტა და პოლიტიკური ანგარიშწორებები სირცხვილი ნამუსი რამე გაგაჩენიათ საერთოდ ხალხო თქვენ თუმცა რა უნდა ველაპარაკო ადამიანს რომელიც თვითონ საგარეჯო შუალედური არჩევნების დროს თინა ხიდაშელის დაკრეშვით რომელიც მაშინ ბიზნეს თბილ ბუდეში იყო მომჯდარი ირმა ინაშვილს პირდაპირ გაუყალბეთ არჩევნების საგარეჯოში და გაყალბებული არჩევნებით დაჯექი შენ პარლამენტში თამარ კურძაია ოცნების ზურგით დღეს მელაპარაკები რომ არჩევნებს თურმე აყალბებს ოცნება აი ესეთი უნამუსოები ესეთ სინდის ნამუს გარეცხილი ადამიანები ხართ თქვენ რას ქვია პრეზიდენტებს ესე არ იჭერენ ანუ პრეზიდენტი ბოკასა რომელიც მაცივარში საკუთარი მოადგილის ხორცი ედო და ჭამდა არ უნდა დაეჭირათ ხო მართლა რაღაც ფინანსურ მარტივ დანაშაულებზე ყავს დაჭერილი სარკოზი ისრაელის პრეზიდენტი სხვები და სხვები რას ისულელებს მელაპარაკები და ამ დროს კაცი რომელიც პირდაპირ ძალადობრივ დანაშაულების დამკვეთი იყო არ უნდა დავიჭიროთ ხო და პრეზიდენტების დაჭერა ესე არ ხდება ხო აი ესეთები სანამ არ მოშორდებიან და სანამ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აი ასეთებს აჯეჯილებს ხოლმე მე მოგვიანებით მიხვდება რომ არ უნდა აჯეჯილოს მაგრამ ეს ერთ ესეც გააგდეს და მეორე ესეთი მოყავს მანამდე ათერი არ გვეშველება სამწუხაროდ მე ამით დაგემშვიდობებით დასვენებით თქვენთან გამოიტანეთ და ვეცდები კიდევ დაგიბრუნდეთ უახლოეს მომავალში ახალი ვიდეო ბლოგებით დიდი მადლობა კარგად სიტყვით